იცით ვინ არის ქალი, რომელიც საკუთარმა ქმარმა ბანკოში წააგო? ეს რაჭველი თავადის ასული აგრაფინა ჯაფარიძეა, რომლის ისტორიაც დაუჯერებელ ამბავს ჰგავს. გამორჩეული სილამაზის მქონე აგრაფინა ქუთაისში ცხოვრობდა. მისი მეუღლე კი თავადი ტარიელ დადიანი იყო. მე-19 საუკუნის მიწურულს მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა. მაშინ როცა ვეფხისტყაოსნის ილუსტრირებაზე მომუშავე მიხეილ ზიჩმა აგრაფინა ნესტან დარეჯანის პროტოტიპად შეარჩია. სწორედ ამ დროს ქუთაის რუსეთის საიმპერატორო ოჯახის წარმომადგენელი გერმანული წარმომავლობის პრინცი კონსტანტინე ოლდენბურგი ეწვია. მან აგრაფინა სწორედ ზიჩის პერფორმანსზე შეამჩნია და ერთი ნახვით თავდავიწყებით შეუყვარდა. მისმა სილამაზემ პრინცი იმდენად მოხიბლა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გათხოვილი იყო გადაწყვიტა მისი გულის მოსანადირებლად ყველაფერი ეღონა. როგორ დათმო თავადმა დადიანმა ცოლი, ამის თაობაზე სკანდალური ვერსიები არსებობს. ერთი ვერსიით თავად დადიანს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, სწორედ ამიტომ პრინცი პირდაპირ მივიდა თავადთან და ცოლის სანაცვლოდ მილიონი რუბლი შესთავაზა. მეორე ვერსიით თავადმა ცოლი ბანკოში წააგო. რა მოხდა რეალურად ცნობილი არ არის, თუმცა ფაქტია, რომ აგრაფინა ჯაფარიძისა და ტარიელ დადიანის ოჯახი დაინგრა. თუმცა სამეფო წარმომავლობის არქონის გამო მას პრინცზე დაქორწინების უფლება არ მისცეს. ამიტომ რუსეთის იმპერატორმა აგრაფინას გრაფინიას წოდება მიანიჭა, რის შემდეგაც წყვილმა სვეტი ცხოველში იქორწინა. უკვდავი სიყვარულის დასამტკიცებლად პრინცმა აგრაფინიას რამდენიმე სასახლე აუშენა. ერთ-ერთი კი თბილისში, კარგარეთელის ქუჩაზე მდებარე დღევანდელი ხელოვნების სასახლეა. ზღაპრული და მდიდრული ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. პრინცი რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა. რევოლუციის შემდეგ კი აგრაფინას ყველაფერი ჩამოართვეს. წლები გავიდა და ერთ დროს დიდებული ოჯახი ყველამ მიივიწყა. ამაყი და ულამაზესი აგრაფინა ჯაფარიძე ცხოვრების სისასტიკემ ისეთ დღეში ჩააგდო, რომ მისი ზღაპრული ისტორია ქუთაისში ერთ მიტოვებულ სარდაფში დასრულდა. ის სავარაუდოდ ქუთაისის ძველ გაუქმებულ სასაფლაოზეა დაკრძალული.